ეს აგიხსნით თუ როგორ წავაგე რაღაც რამდენი $800-მდე თითო აკაუნტზე $180 იყო, $183 წავაგე და მოდი აგიხსნით ახლა რეალურად რა ხდება. მოკლედ, ტრეიდერს ასევე უნდა გააჩნდეს იმის უნარი, რომ გაარჩიოს მარკეტზე, ასე ვთქვათ, კონდიცია. ეხლა ლაივში ვარ, ლაივში სტრიმავდი და ეს დაგება ლაივში. აგერ ხალხსაც დავაგებინე სიმონ. ბიჭებო, რამდენი წააგეთ, რა თქვით? სახლი ხო დააგეთ? კაი, ხუმ. ხო, მაგრამ ტრეიდერს უნდა გააჩნდეს ასევე კონდიციის ამოცნობის უნარიც რა. ანუ ამოცნობის რა უნდა იყოს დღეები, როცა არ ტრეიდობ და უნდა იყოს დღეები, როცა იტრეიდობ. ანუ ეს ზოგადად ამაზე ბევრჯერ მაქვს Discord-ზე და ასევე YouTube-ზე ნალაპარაკები, რომ არის იმაზე ბევრი მნიშვნელოვანი იცოდე, როდის არ იტრეიდო, ვიდრე იცოდე, როდის იტრეიდო რა. მაგრამ არის მომენტები, რა თქმა უნდა, რაც ყველაფერი ჩვენ კონტროლის ქვეშ არ არის, აბსოლუტურად, რაც შოლბერდ ნორმალურია, იმიტომ რომ ეს წაგება ეხლა დღესაც წავაგე, იმასაც შედარებით, რავი, რასაც ვიგებთ ხოლმე, ხო, აგერ $60 წააგო მარტო, რისკი კონტროლდება რა, ეხლა რომ აი წაიკითხეთ ბიჭების წაგებები და რა მოგებებსაც ვდებ ხოლმე, იმას შეადარეთ რა. ანუ რისკი ჩოლოდ კონტროლდება. ეხლა ეს რო წავაგე ეხლა, აი ეს ტრეიდი მაგალითად, ხო? მანამდე შეხედეთ, ეს ტრეიდი მოვიგეთ. კიდე მანამდე კიდე ტრეიდი მოვიგეთ, ხო? მანამდე წავაგეთ, მაგრამ მანამდე მოგებებიც არის, წაგებებიც არის, ეს ჩოლობრივია რა. აჰა, დავიცი. ხო და რა მინდა ეხლა მითქვა? დღეს მარკეტზე რომ მოვედით, არ ველოდი რომ მსგავსი რთული სატრეიდო კონდიცია დამხვდებოდა რა. მოკლედ მარკეტზე ვიყავ ბიარიში. ველოდებოდი, ჩარტინგ სესიიდან გამომდინარე, აი ამ 4 საათიანიდან ამ 4 საათიან ფროლგებიდან ველოდებოდი რომ კომე ჩამოსულიყო ფასი რა. ერთი შეცდომა რაც შეიძლება ჩემ თავზე ვთქვა, არის ის რომ მეტ დასტურს უნდა დაავლოდებოდი და აი გუშინდელ ანალიზში ვთქვი, აგერ რა ვიცი, ლაივში ვინც არიან ის ხალხი მიხვდება, გუშინდელ ანალიზში ვთქვი, რომ აქ რო ავაწყოთ 90 წუთიანზე კომო დისპლეისმენტი რო დაიწყებოდა თქო, მე უკვე უბრალოდ მარტივი იქნება ბაიასის გამოცნობა მეთქი რა. ეგრეც არის. წვეთში შეიძლება ითქვას, რომ ბიჩქარი ამ ტრეიდში შესვლა რა, რადგან დაარწმუნებული ვიყავი ზედმეტად ტრეიდში რატომღაც რა ხდება ხოლმე. ანუ ეხლა ამ ჰაიზე SMT გვაქვს, აქ 90 წუთიან ფროლგებში ამოვედით, შემდეგ უკვე 5 წუთიანზე ბრეიქერ ბლოკი და ორდერ ბლოკი გავიკეთეთ. და მე მქონდა 15 წამიანზე სადღაც დავინახე რომ ჩამოდიოდა, აი აქ მქონდა მგონი entry, მაიცა და შევხედო. რა თქონდა entry? ხო, აი აქ მქონდა entry, თან აგერ 1 წუთიანზეც ორდერ ბლოკი გავიკეთეთ, აქ მქონდა entry. Stop loss-ი მეყენა 616-ზე. აი აქ 5 წუთიანი ბრეიქერ ბლოკის აი ამის ზემოთ და ტარგეტი იყო აი ეს ლონდონის ერთ-ერთი low, აი ეს low რა. 1-2-თან გამოდიოდა სადღაც ტრეიდი. და შეიძლება წვეთში ითქვას რომ ნაადრევად შევედი რა, მაგრამ აი კონდიციას რო დააკვირდეს მარკეტისაც, ანუ ცუდი კონდიცია იყო რა, ანუ მარკეტს არ აქვს ახლა მიმართულება რა, ვერც ლონგი იგებს აქ და ვერც შორტი იგებს, იმიტომ რომ ვინც ლონგავს იმათვისაც ჩოპი პრაისია და stop loss თუ რაღაც რადიკალურ low-ებს და რადიკალურ ადგილებზე არ უდევს, ეგენის წააგებენ ჩაოლებრივად რა. მაგრამ ერთი შეცდომა მე რაც არის ის რომ ჩემი აზრით აი 15 წუთიანზე დისპლეის უნდა დავალდებოდი ქვემოთ, ანუ order flow ესე თქვა კარგად არ შეცვლილა რა. 5 წუთიანს ძალიან ზედმეტად ვენდე რომ აი ამის გამო გამიშორტა. მაგრამ აი მარკეტზე რო შემოვედი რა, რატომღაც რო დავაკვირდი, როგორც წინა პარასკევს მოვიგე ტრეიდი, ეგრე მოვიგე ეხაც რა, ამის წინა ტრეიდი რავი ძალიან მაგარი მქონდა. რაც ახსენით გუშინ. ანუ უბრალოდ ეგრევე ორდერ ბლოკი გაკეთა, 9-ზე შეეხო ეგრევე დროპი დაიწყო, ანუ ქონდა რა სიძლიერე ქვემოთ რო ფას ჩამოსულიყო და მაგიტომაც შეიძლება ითქვას, მაგიტომაც ძლიერად ბიარიში მეგონა დღესაც ფასი რა. რაშიც შევწთი, მაგრამ ხდება ხო. მეტი რა ვთქვა. მოკლედ რავი, მე მგონი სათქმელი დღეს აღარაფერი მაქვს. ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედია მოგეწონათ. და თუ მოგეწონათ დაალაიქეთ ვიდეო და ასევე დააკომენტარეთ თუ რამე კითხვები და ამის დახმარება გჭირდებათ. ვესწრები რომ დაგეხმაროთ შეძლებლის დაგვარად და რავი როგორც ყოველთვის, მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.